მადლობა ბეც, გამარჯობა მოგესალმებათ, ჯერ კიდევ ანუ შოუ, ჯერ კიდევ მთავარი იუმორისტული შოუ, ჯერ კიდევ მთავარ არხზე და ჯერ კიდევ ქართულ ენაზე. რა ვიცი, ჩვენი ხელისუფლება ისეთი ტემპებით მიგვაქანებს რუსეთისკენ, რომ საერთოდ არ ვიცი, არაფერი არ არის გამორიცხული მაინც და ზოგადად ესეთი მისალმებით დავიწყეთ დღევანდელი მონოლოგი. ძალიან მძიმე თემებია საქართველოში მესმის და ამიტომ ბევრ თემას ჩვენ თვითონვე ავარიდეთ თავი, რომ რაღაცა გვეხუმრა და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც რამდენიმე თემას წამოვწევთ წინ. რამდენიმე დღის წინ ჩვენმა მთავრობამ ძალიან გაახარა ჩვენი ერთმორწმუნე მეზობელი. ყველა რუსულ არხზე გადიოდა კადრები თუ როგორ მიათრევს ძალის გამოყენებით ბადრაგი საქართველოს მესამე პრეზიდენტს გლდანის მე-18 სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში თან ამ დროს წამყვანები საქართველოს დროშაზე იდგნენ და დაგვრცინოდნენ. დასცინოდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უხარიათ რომ ქვეყანაში გვაქვს არეული სიტუაცია, ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, ყოველ დღეს საზღვარს წევენ, აი რა ვიცი, რა ხერთ ეს ერთმორწმუნეები არ იყვნენ ეს ჩვენი ეს მეზობლები და ჩვენი მთავრობა ხო რაღაცა სიტყოდა რა რაღაცა კომენტარს ხო გააკეთებდა აი ამ ფაქტზე საქართველოს მთავრობას არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია არც ოფიციალური წერილით მიუმართავს რუსეთისთვის მოკლედ არანაირი რეაქცია არ ქონია ან რანაირად ეკნებოდა მაგათთვის ჩვენი ქვეყანა ხო სახელმწიფო არაა ნუ მაგათთვის ეს ქვეყანა არის უბრალოდ ტერიტორია ამ ხელისუფლებისთვის ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო არა ეს არის ტერიტორია ჩვეულებრივად რომელიც სჭირდებათ ნადავლის მოსახვეჭად ნუ ერთი სიტყვით ჩვენი ხელისუფლება მუშაობს მომთაბარე მონღოლური ფორმატით ესეთი ფორმატით არიან მოსულები ესენი ხელისუფლებაში ქართული ოცნება რუსული მეთოდების გამოყენებას აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებაში უზღუდავს პატიმრის ყველანაირ უფლებას შეუზღუდა მნახველების სია, შეუზღუდა სატელეფონო ზარის გამოყენების უფლება, საკუთარ სასამართლოზე დასწრების უფლება, ამ ყველაფრით არღვევენ კანონს, არღვევენ კონსტიტუციას, არღვევენ ადამიანის უფლებებს და ერთი სიტყვით, ოღონდ სააკაშვილი არსად გამოჩნდეს და ბოდიში თქვენთანა დიდი ბოშა დედის წაკს იტყნამენ. საოცრად ამბობს ეს ქალი ამბობს. ისე ამბათაც რაკნათ. აკრა ეშინიათ სადმე მისი სიტყვა არ გაისმას სააკაშვილის. ახლა ჩალიჩობენ რომ როგორიმე იქნებ მისი აჩრდილიც რომ გააქრონ სააკაშვილის, იმიტომ რომ ეშინიათ რომ ჩრდილმაც ხო შეიძლება რევოლუცია მოგვიწყოსო. მაინც აქვთ. ეგ მაინც გაფიქრებაშიც აქვთ, რომ შეიძლება ჩრდილმაც შეიძლება დაამხოს ეს ხელისუფლება. რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს უკრაინის სახალხო დამცველი და ევროპარლამენტარი, თანამ ყველაფერს მთავრობა აკეთებს ძალიან საინტერესო ადამიანით. იცით ვის გულისხმობ? აი მიშას რო შიმშილობა არ დაეწყო, რომ ვერავინ გავიგებდით, აი ის მინისტრი. რატი ბრეგაძე ესეთი მინისტრი არის რა ხო მართლა მიშას დამსახურებაა რომ ეს მინისტრი ამ მინისტრის სახელი და გვარი ვიცი დიახ ქოცების რიგებში გამოჩნდა ახალი პერსონაჟი ეს გახლავთ იუსტიციის მინისტრი ვინმე რატი ბრეგაძე რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ განა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იზრუნოს ან დაიცვას მისი უფლებები არა ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ირაკლი კობახიძე იყოს აი ყველაფერს აკეთებს აბსოლუტურად ბატონო რატი ბრეგაძე მინდა გითხრათ რომ კობახიძემდე ძალიან ბევრი გიკლიათ აი მაგალითად ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარზე თქვა რომ ეგ ჩვენთვის არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენსო და უკრაინის სახალხო დამცველზე თქვა რომ ჯობიაო 10,000-ობით უკრაინელ პატიმრის უფლებებზე იზრუნოსო მაგანო ეს როგორი არადიპლომატიური განცხადება იცით შეიძლება მალე გამოვიდეს კობახიძე ისე აქ თავზე ესე რო იტყვიან ისაო თავზე გისა აქვსო შეიძლება ბოლო ხმაზე დაიყვიროსო ყველამ თავის ბოზმა მიდას მიხედოსო აი ესე გამოვიდეს და ყველაზე თქვას აბსოლუტურად შეიძლება ამერიკის განცხადებაზე თქვას ყველაფერზე არ არის პრობლემა უკვე დაუფარავად გამოხატავენ აგრესიას დასავლეთის მიმართ ფაქტიურად ეს ხელისუფლება გასულია ყველანაირი ჩარჩოებიდან პირდაპირ რუსულ სტილის მმართველობა ჩამოყალიბდა ისე ჩაგვაბარეს რუსეთს ერთი ჯარისკაცის შემოყვანაც კი არ დასჭირვებია სერგო ორჯონიკიძე ცოცხალი რომ იყოს შურით გასკდებოდა ესე მარტივად თვითონ რომ ვერ შეძლო თვითონ აი ამ ქვეყნის ოკუპაცია აი გასკდებოდა ბოღმით ხალხის გარკვეულ ნაწილს რეაქცია არ აქვს ამ ყველაფერზე მე მესმის მათი დუმილის რას გვაშინებთ ესე ამ რუსეთის სიმართლე რო გითხრათ ხო შევიდეთ რა პრობლემაა რუსეთის შემადგენლობაში რუსეთი თორე რა ხარ დამოუკიდებულობა თუ არა Wi-Fi ხო მაინც იქნება ამ ქვეყანაში ხო იქნება Wi-Fi ჩვეულებრივად აი TikTok-ზე ვიდეოების აატვირთვით რომ ავტვირთათ აი მაგით ჩამოვშლით საბოლოოდ აი ამ ხელისუფლებას
ადრე ხო პოსტებით ვშლიდით და ეხლა TikTok-ების ვიდეოებითაც შეიძლება ხელისუფლებას მოუღოთ ბოლო. მოკლედ ქვეყანაში ყველაფერი არეულია, ციხის ადმინისტრაცია ექიმებს პაციენტთან არუშვებს, იუსტიციის მინისტრი ევროპარლამენტარს ციხეში არუშვებს და საპატრიარქო ღმერთს ხალხთან არუშვებს, რომ ის მაინც დაგვეხმაროს და დაგვიფაროს რამენაირად ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა. შექმნილ სიტუაციაში ყველაზე საინტერესო ქოციური ლოგიკა. პრეზიდენტი არ გადაყავს კლინიკაში, იმიტომ რომ არ არის ცუდად და სასამართლოში არ შეიძლება დასწრება, იმიტომ რომ ცუდად არის. ესეთი ლოგიკა აქვს ხელისუფლებას. ხვდებით ხომ, რომელი ლოგიკური ჯაჭვის გაგრძელებაა ეს? სააკაშვილი საქართველოში არ არის, იმიტომ რომ ტრუსკავეთშია, მაგრამ დავიჭერთ მაინც, იმიტომ რომ აქ არის. და გავქნათ, ანუ ესეთი ლოგიკა აქვს რა. მინდა გაგაფრთხილოთ მეგობრებო, რომ თქვენ ასე გააგრძელეთ და თუ მიშას რამე მოუვიდა, დედა კი გეყოლებათ, მაგრამ თან არ გეყოლებათ. აი ესეთი ლოგიკა არის, იგივე ლოგიკა, რაც თქვენ გაქვთ. ისი არ უნდათ სააკაშვილის სადმე გადაყვანა, რომ მის გამო ციხის რეზბალნიცას რომ არ ღირსებია არასდროს, ყველანაირი აპარატურა შეიტანეს. ერთი სიტყვით სააკაშვილი ციხეშია და იქაც საავადმყოფო გახსნა 50 დღეში. გონი მთავრობას უნდა აწყობდეს მიშა სხვადასხვა დაწესებულებებში გადაყვანა, რომ იქნება ესე მაინც რომ განვითარდეს ქვეყანა და ცოტა ეკონომიკა რომ ამოძრავდეს და წელშიც რომ გავიმართოთ ჩვენ. 2 დღის წინ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გამოიყენა საკუთარი კონსტიტუციური უფლება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად და გარემოს შესასწავლად ჩამოაყალიბა პროფესიონალ ექიმთა გუნდი, მათ შეისწავლეს ვითარება და გააკეთეს დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ მრავალ პროფილურ კლინიკაში, მაგრამ რადგინდა გამოვიდა ყობახიძე და დაახეთქა ახალი განცხადება. სააკაშვილი ლომჯარიასთვის არის ნესტანდარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა დაიხსნასო. ირაკლის სახალხო დამცველი ტარიელი გამოდის შენი სცენარით და იმდენს ნუიზავ, რომ უახლოეს მომავალში შენი ტყაოსანი დაიწეროს. აი ეს ისეთი ხუმრობაა, რომ ირაკლის ფსიქიკურ მდგომარეობა მარტივად აღიქვამს, მიხვდით? თვითონ ხუმრობაა ძალიან უხარისხო და მისი ფსიქიკური მდგომარეობა მარტივად აღიქვამს და შეიძლება გაეცინოს კიდეც ამ ხუმრობას. მე მგონი მიხვდი, რატომ ყავთ ყობახიძე ოცნებაში და რატომ აკეთებინებენ ყველაფერზე კომენტარს. ყობახიძით იმართლებენ თავს, ხვდებით ძვირფასო მეგობრებო რა შესაქმე? თვითონ თავს იმართლებენ დასავლელ პარტნიორებთან. აგერ კაცს მთელი საქართველო აგიდებს. ფსიქიკურ მდგომარეობა კრიტიკულია და კლინიკაში არ გადაყავს და მიშა რატო უნდა გადავიყვანოთ? ყობახიძე არ გადაყავს კლინიკაში. მიშა რატო უნდა გადაიყვანოთ? ამით ერთგვარი გამართლებაა ევროპასთან. ხვდებით რა შესაქმე? სად არის ამ დროს ქვეყნის მთავარსარდალი გეკითხებით? სად არის ქვეყნის მთავარსარდალმა მორიგი გაუგებარი ბრიფინგი ჩაატარა. მანამდე კი გაგანია კრიზისის დროს საფრანგეთში რაგბის მატჩს დაესწრო. ეს ისეთი არაადეკვატური ადამიანია, საქართველოში გაგანია ომი რო იყოს, ამას მანიკურშისა ეყოლება დაბარებული პრეზიდენტის სასახლეში შილაკის გასაკეთებლად. აი ეგეთი არაადეკვატური ხალხია. ხვდებით რა შესაძლოა ვიფასებოდი. ეს იგივე, აი მაგალითად ახლა ხო საფრანგეთში ხო იყო იქ რაგბის მატჩს ესწრებოდა გაგანია კრიზისის დროს, აი როგორ გაგიხსნათ, ეს იგივე 1121 წელს დიდგორის ბრძოლის დროს დავით აღმაშენებელი რომ ინდოეთში წასულიყო ჭადრაკის ჩემპიონატის საყურებლად. აი რაღაცა აი ამ ლოგიკით რომ ვიფიქროთ. მე მესმის რომ ძალიან ნერვული ფონი და არასასიამოვნო სიტუაცია, მაგრამ ცოტა პოზიტიური ამბავიც მოვისმინოთ ძირფასო მეგობრებო. ამ დაძაბული სიტუაციის დროს ერთადერთი რამაც ცოტა ხასიათზე მომიყვანა და გამიჩინა ოდნავ ოპტიმიზმის მუხტი ის იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მამამ 150,000 ლარი აჩუქა. რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი გაჭირვებული ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან. მაინც მშობლის გულის სხვა არის, ძვირფასო მეგობრებო. როგორ გინდა ყელში ლუკმა გადაგივიდეს, როცა იცი, რომ შენი შვილი სიღარიბისგან სულს ღაფავს. კაცი რამდენიმე 300,000 ლარიანი საათის იმედად გაიყო ირაკლი დარჩენილი და რა უნდა ეკნა და ადგა მამაც მას აჩუქა. ისი აზზე ხართ პენსიონერმა კაცმა დაუკვირდით ძვირფასო მეგობრებო, პენსიონერმა კაცმა 150,000 ლარი აჩუქა შვილს. რამდენია პენსია დღეს? პენსია რამდენია? 250 ლარი, ხო? ესე იგი, კაცი 600 თვე აგროვებდა.
600 თვე აგროვებდა 250 ლარს. ჯერ მარტო ამ ხელა ნებისყოფა უნდა რა მამას, მაგრამ შვილის გულისთვის ყველაფერს გააკეთებს ადამიანი. აი წარმოიდგინეთ 600 თვე რამდენია? 50 წელიწადი აგროვებდა. 600 თვე 50 წარმოიდგინე. აი მესმის თავს შენახული კაცი. აგროვებს და აი შვილსაც აქცევს ყურადღებას და თავისთვისაც რჩება ალბათ ცოტა. ამ პენსიონერების გამკვირვებია, სად ფანტავთ ამ ფულებს ერთი გამაგებინეთ. დააგროვეთ თქვენს, რას ფლანგავთ ამ ძვირადღირებულ წამლებში და ზეთებში და პურებში. ცოტა იყავით, რა შეიუნახეთ შვილებსაც ცოტა ფული. ვერ გავიგე რა, ან რაში ხარჯავენ ამ 250 ლარს? სად ეხარჯებათ? მე არ მისმის ამ დალაგებულ ქვეყანაში. მეგობრებო, მონოლოგის ბოლოს მინდა მოგმართოთ დაფიქრდით. ძალიან მძიმე დღეებია ქვეყანაში. ხელისუფლება რუსეთისკენ მიგვათრევს. მესამე პრეზიდენტი ელენე ხოშტარია, პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატები შიმშილობენ. მოგმართავთ ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი გადავარჩინოთ ქვეყანა. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა ჰორიზონტალური მდგომარეობიდან უნდა გადავიდეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. და თუ ვერტიკალურში მაინც გეზარებათ გადასვლა, მაშინ 90 გრადუსიანი კუთხე მაინც გაუკეთოთ საკუთარ თავებს. ანუ წამოჯექით მაინც ხალხო, წამოჯექით, ხო შეიძლება რა კაცო, კაი ფერსი არ დგები, წამოჯექი რა, რაღაცა ცოტა აღელდი რა, რა ვიცი რა კითხა, სხვა რა კითხა. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკას დააფორმეთ ბენდი, თამუნალებეშვილს.